კარმული ასპექტები. ჩვენ ყოველთვის ხსნით ხოლმე ფსიქოლოგიურად, რა არის ფსიქოლოგიურად ის ასპექტი, რა არის შესაძლებელი ფსიქიკაში ამ და ამ ასპექტთან, მაგრამ მინდა ცოტა სხვა კუთხითაც აგიხსნათ, არის ასევე ენერგეტიკული საკითხები, ხო, ენერგეტიკული პრობლემები, ეზოთერულად რო შევხედოთ ამ ყველაფერს. აი ეზოთერული კუთხით, არა ფსიქოლოგიურად, არა მაგალითად ისე პრაგმატული კუთხით, ხო, ცოტა აი როცა ენერგეტიკაზე ვლაპარაკობთ, როცა რაღაც უხილავ-ველზე ვლაპარაკობთ, ხო? აი აქ გავდივართ ხოლმე კარმულ ასპექტებში, იცით როგორ რაღაცაზე, როდესაც არის შავი მთვარის ენერგია, იმ ზონაში ფსიქოლოგიურად, მაგრამ უფრო ენერგეტიკული ფსიქოლოგიიდან, ხო? აი თითქოს კონტაქტზე არ ვართ იმ ენერგიასთან და მე მაგალითად ძალიან კარგად მაჩვენებს ხოლმე ფსიქოლოგიის მიღმა, თუმცა ესეც ჩემთვის ფსიქოლოგია არის, ოღონდ უფრო ენერგეტიკული კუთხით, ვიბრაციული კუთხით, მაგალითად როცა შავ მთვარეზე ვლაპარაკობთ და იმ ზონაში ენერგია აბსოლუტურად არ ვარ შესული ამ ენერგიაში, ხო? და არ ხდება ამ ენერგიის ათვისება და ამ ენერგიაში გარევა არ ხდება, ხო? მაგიტომ არის რომ ვარ სფეროში, შავი მთვარის ზონაში, ოღონდ იქ სიცარიელი არის, ხო? თითქოს ვერ ვივსებით, ვერ ვიღებთ იმას, რაც ჩვენ გვინდა. ფსიქოლოგიურ დონეზეც და ენერგეტიკულ დონეზეც, იმიტომ რომ იქ არ ვარ სინოდვილეში, იმ ენერგიასთან კონტაქტზე არა ვარ, ხო? და ყველა ნიშანს, ყველა ზოდიაქოს ნიშანს, სადაც შავი მთვარე მდებარეობს ხოლმე, ახასიათებს თავისი სფერო, თავისი ხასიათი, რომელ ზონაშიც არ აქვს კონტაქტი ამ ენერგიასთან რეალურად, ხო? როგორც წესია, ყოველთვის უფრო სელენას ვიბრაციაში ვართ და შავი მთვარის ზონაში ვერ შევდივართ ენერგეტიკულად, ანუ მართლა იქ არ ვართ. შეიძლება ფიზიკურად სხეულით ვიყოთ, ან მოვლენებში ვიყოთ, მაგრამ შინაგანად არ შევდივართ ამ ენერგიაში. ხო, ნათელი მაგალითი არის ოპოზიციურ ღერძზე, როცა ვსაუბრობთ, ყოველთვის ოპოზიციაში ერთი ღერძი არის ჩართული. ნათელი მაგალითი არის მაგალითად აი ლომი მერწყულის ოპოზიცია. ხო, ხა ვინც ვერ ერკვევით ასტროლოგიაში, ესე კარგად თუნდაც ნიშნებში, ხო, ყველა ზოდიაქოს ნიშანს აქვს თავისი ოპოზიციური ღერძი, თავისი ღერძი, რომელიც აჩვენებს ზუსტად მსგავს ენერგიას არაცნობიერ დონეზე. გარედან თითქოს უფრო ცოტა სხვანაირად ჩანს, მაგრამ საბოლოო ჯამში ოპოზიციური ენერგიები ერთ ენერგიას ქმნიან, ერთი სიბრტყე არის და მსგავს ხედავ, აი ხშირად შეგვიმჩნევია, თქვა, ვინც ახლა ასტროლოგიაში ნელა ერკვევა, რომ აი ხშირად მეგობრობენ ოპოზიციური ლილიტის ადამიანები, ან შვილები და დედა, მამა, დედა, აი არის რაღაცნაირად ოპოზიციური ლილიტის ხოლმე და ეს იგივე არის, რაც მსგავსი ენერგია.